კარგით. დღეს ჩავატარებ პირველ ლექციას სეგმენტაციაზე. შესავალი იქნება და მე მოვხილავთ ზოგადად რა არის სეგმენტაცია, რამდენაირი სეგმენტაცია არსებობს, სხვადასხვა ტასკები, და რაში გვჭირდება, როგორ შეიძლება გაკეთდეს და ასე შემდეგ. შესავალი იქნება უფრო მეტად. და მერე წესით დრო იქნება დარჩენილი და რაღაცა კოდი მაქვს გამზადებული, მაგასაც შევხედოთ თუ იქნება სურვილი. ეხლა რო გავიაროთ რა ისწავლეთ უკვე და რა დაგვჭირა რა. კლასიფიკაცია მარტივი არის, ერთი ფოტო გადმოგეცემა და აბრუნებ უბრალოდ კატა არის, ძაღლი არის თუ რა არის სიტყვაზე. ლოკალიზაცია და object detection-ი, მსგავსი რამე არის, კლასიფიკაცია და ლოკალიზაცია არის, რომ უბრალოდ ერთ ობიექტზე აკეთებ, რომ კატა სად არის და object detection-ი არის, როდესაც უკვე ვამბობთ, რომ აქ არის კატა, აქ არის რაღაც ძაღლი, აქ არის დაკი, მაგალითად. სეგმენტაცია არის, როდესაც ვამბობთ, რომ ეს კონკრეტული პიქსელი მიეკუთვნება თუ არა ძაღლს ან კატას, მაგალითად. და სეგმენტაცია, ალბათ ძალიან დიდი ხანი არსებობს. და ბევრ ადგილას გინახავთ რა, მაგალითად რაც ტელეფონში რომ გალერეაში რაც შეგიძლია დაკლიკვით ამოჭრა სიტყვაზე რაც პერსონაჟი არამე, იგივე სეგმენტაცია არის სიტყვაზე. და რომ თავისით ხვდება, რომ ეგ რაც ობიექტი არის და უნდა მოიჭრას. ხე გადავიდეთ სხვადასხვა ტიპის სეგმენტაციებს. ყველაზე რაღაც ყველაზე ძველი და კლასიკური სეგმენტაცია არის სემანტიკური სეგმენტაცია. და რას გულისხმობს ეს ახლა? გულისხმობს, რომ რაც ფიქსირებული კლასები გვაქვს, მაგალითად, ამ შემთხვევაში ეს თავლა რაც ხატია, ეგენი არის კლასები. ერთი გვაქვს ხოლმე კლასი, რომელიც თუ არაფერი არა, ეგეც რო კლასი იყოს, რაც ეგეც სტილში შეიძლება ერთი რამე კიდევ გქონდეს ხოლმე. და მთელი მიზანი იგივეა რა, რომ ყველა პიქსელს ვამბობთ, რომელ კლასს მიეკუთვნება. როდესაც input-ში გადაეცემა სამი ჩენელიანი სურათი, RGB სურათი, ბრუნდება იგივე, მიზანია რომ მივიღოთ იგივე განზომილების, ოღონდ რაც რამდენი კლასი არის, იმდენ ჩენელიანი სურათი რა. და მან თითოეულ პიქსელზე გეწერება მაგალითად ბილდინგი რამდენი არის ალბათობა, რომ ეგ პიქსელი ბილდინგს მიეკუთვნება და ბალახი რამდენი პროცენტით არის რა. ეგ არის სემანტიკური სეგმენტაციის აზრი და იდეა. აქ ერთი რაც არის ის, რომ შეიძლება გვინდოდეს მაგალითად სათითაოდ გამოვყოთ რაც რამდენიმე ობიექტი რა, რომელიც ერთ სურათია. ამ შემთხვევაში მაგალითად რაც ადამიანები რამდენიმე ადამიანი ჩანს და მარტო ერთი არის გამოყოფილი ხო? აქაც ხა ძროხები არიან 1 2 3 4 და ერთად არის ამოჭრილი. შეიძლება ხო გვინდოდეს რომ დავითვალოთ ასევე რა და სათაოდ ამოვჭრათ ეგ სათაო კლასებად გავუყანოთ თითოეულ ძროხები ასე. და მაგას აკეთებს ეს მეორე სტილის სეგმენტაცია. ინსტანს სეგმენტაცია ქვია ამას და ამის მიზანი არის რომ უბრალოდ აქ რაც ხატია იქ რა. ეს განსხვავებული ადამიანები სხვა ამოიჭრას სხვადასხვანაირად რა. და ერთ ადამიანად არ ჩაითვალოს. დავიწყოთ სემანტიკური სეგმენტაცია როგორ მუშაობს იდეურად. ავიღებთ რაღაცა კონკრეტულ patch სურათიდან, ამ patch-ზე მოვუდებთ კონვოლუციურ ქსელს
და შემდგომ ცენტრალურ პიქსელზე დავაპრედიქტებთ ეს არის ამ შემთხვევაში ძროხა თუ არ არის ძროხა მაგალითად. და ამას გავიმეორებთ ყველა პიქსელზე. ნუ ეს რომ კონკრეტულ რაც ფაჩებად რო გადავუყვე. ეგ არის idენტური რაც მთელი სურათი რო სრულად კონვოლუციურ ქსელში შეუშვა. და მაგისთვის რა ვიცოდეთ ფაჩის ზომა რა არის? შეგვიძლია დავთვალოთ receptive field-ი რა არის კონკრეტული კონვოლუციური ქსელის. აქეთ გადმოვიდეთ. ანუ receptive field-ი გვეუბნება რომ ან გვაქვს სიტყვაზე რაც ნეირონული ქსელი, სადაც სრულ კონვოლუციური ქსელი არის, არანაირი რაც fully connected layer-ი არ გვაქვს. და ნუ გვაინტერესებს ახლა რეალურად ფიჩერები რომ მივიღეთ, თითოეული ფიჩერი რა რეგიონზე გვეუბნება ინფორმაციას. და ნუ რატო გვჭირდება ახლა ამის ობიექტის დეტექტიციაში მაგალითად ეს ფაჩის ზომა თუ ძალიან მცირე იქნება, გაუჭირდება მოდელს იმის დასწავლა, აქ ძროხა არის თუ რაიმე სხვა არის, იმიტომ რომ რავი აი ამ ფოტოთი მაგალითად ალბათ ძალიან რთული იქნება რომ განსაზღვრო ეგ. მაგის გამო ხო შეიძლება გვინდოდეს რომ უფრო დიდი იყოს receptive field. ასე. ხო. ამას ვამბობდი რომ receptive fields მაგიტოთ დიდი მნიშვნელობა რა გვექნება. ხა ესა ფორმულა receptive fields, რაც ნუ იდეურად მარტივი გასაგები არის, რომ დამოკიდებული არის კერნელის ზომაზე, ლეიერების რაოდენობაზე და სტრაიდებზე. ანუ რამხელა ჯამპები გააკეთოს კონვოლუციურმა კერნელმა. და რაღაც აქ მარტივი მაგალითი მაქვს, იმედია ჩანს. ანუ ეს ფორმულა იდეაში, მაგრამ შეგვიძლია რომ ესეც გადავწეროთ რეკურენტული სახით. სადაც მენულე წევრი არის ერთი სტოლი უბრალოდ. და აი მაგალითი რო განვიხილოთ რაც სამი კონვოლუციური ქსელი რო იყოს უბრალოდ. პირველს კონდეს კერნელი 3-3 და სტრაიდი 1, მეორის კონდეს 3-3 და 2 და მესამე ლეიერს კონდეს 3-3 და 1. ამ შემთხვევაში ნუ ჩავსვათ უბრალოდ ამ რიცხვებს, გავყვებით პირველიდან. და აქ მაგალითად დაჭდა რომ 9-9-ზე პაჩი არის ეს რეგიონი, რასაც უყურებს თითოეული ფიჩერი საწყისი სურათიდან. ხო, კითხვა გაქვს? პადინგი არ გვაქვს ფორმულაში. ხო, პადინგი არ გვაქვს ფორმულაში. პადინგი შეგვიძლია ანუ რეალურად პადინგი ხო რაც სურათს ემატება რა გარშემო. რავი ანუ დავუმატე რაც ნულიანები და მე დათვალე რა ანუ თუ მივხვდი რა შენ. კი, გასაგებია. ოკეი. კაი, ხო, შესაბამისად შეგვიძლია რაც აქ რო ქონდა პაჩი ამოვიღოთ და რაღაცა უბრალოდ რაც fully connected fully convolution network გქონდეს მაგის ასრულით. და ნუ ეს რაც სხვადასხვა იმეებშიც არის ხოლმე რომ ესე არის მაგალითად აღწერილი შეიძლება paper-ში რაღაცა პროცესი, აი პაჩგანში არის მაგალითად ესე აღწერილი ზუსტად. და იმპლემენტაციაში ნახოთ რომ მე უბრალოდ რაც fully convolutional network-ი არის. მაგრამ ხო, ნუ ახლა ამას რა პრობლემა აქვს რა? CNN-ი სტრაიდი და pooling-იც თუ გვაქვს, განზომილება მცირდება და მე
ანუ ეს იდეაში პატარა სურათი გვეჩითება და გვინდა რომ რაღაცნაირად გავაზარდოთ. ადრინდელ პერიოდში ამას აკეთებდნენ ხოლმე რაღაც ინტერპოლაციით ან რაღაც ეგეთი სხვადასხვა მეთოდებით. ნუ მე როგორ აკეთებენ მაგაზეც მივვალთ ახლა უფრო მეტად ალბათ. აქ არის ერთი მაგალითი 2013 წლის პეიპერი არის და როგორ კეთდება სეგმენტაცია სემანტიკური. ამას ქვია პირამიდის სქემასავით ამის იდეა ის არის რომ იდეაში ვასკეილებთ ფოტოებს უზრდით განზომილებას ან ვამცირებთ ან კიდევ უფრო ვამცირებთ და მიზანი არის რომ სხვადასხვა receptive field-ი ექნება მერე ამ სურათს. შემოვშვა. და ნუ ამით ხო რაც ეგაა საბოლოო მიზანი რომ რაც გენერალიზაცია უკეთ მოახდინოს მოდელმა რა საბოლოოდ ამ სხვადასხვა ზომის ფოტოებზე. ამებს მე ნუ რაც კონვოლუციურ ქსელს მოვდებ და მის shared weight-ები ექნება ამ ქსელს. და რაც upscaling-ს გავუკეთებ და შევაერთებთ. ნუ მეორე აქ რაც ხდება რეალურად არის რომ ადრე იყო ხოლმე ზოგადად სემანტიკური სეგმენტაცია არსებობდა კონვოლუციურ ქსელამდეც 2012 წლამდე ან ხო და მაგისთვის იყენებდნენ ხოლმე რაღაც გვერდ არსებული პიქსელების ფერებს და რაღაც ეგეთი მეთოდები იყო ხოლმე რასაც იყენებდნენ. ზუსტად არ ვიცი რაღაც კონკრეტულად აქ ეს მეთოდი როგორ მუშაობს, არა, ნუ იდეურად ეგეთი რამე არის რა. უფრო მეტად rule based რაღაცა არის. და საბოლოოდ მერე ეს ზემოთა ნაწილი და ქვემოთა ნაწილი ერთიანდება კომპლექსურად და მივიღებთ იგივე ზომის სურათს. ანუ ამ ნაწილში ეს resizing-ი და მერე ერთ კონვოლუციურ ქსელზე მოდება არის ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილი რაც შეგვიძლია თოვმახსოვროთ. ეხლა გადავიდეთ 2015 წლის პეიპერი არის ეს. და ამათმა ანუ აქაც მაგალითად ეს upscaling-ი არის რომ ხელით upscale-ებენ რა. და ამათმა იფიქრეს რომ რავი მოდიო deep learning-ი გვეოსებაო და რაც დასავლადი გავხადოთ ეგ პროცესიც რა. და ნუ ეხლა როგორ შეიძლება დავისწავლოთ ეგ up sampling. ნუ მაგამდე ამ paper-ში კიდე ერთი განსაკუთრებული რაც ფუნქცია იდეა რაც ჩანს არის skip connection-ები. და skip connection-ები შემდეგ ლექციაზეც შეგხვდებათ. unit-ის გარჩევა რა იქნება. და ნუ skip connection-ის მიზანი არის რომ ანუ ეს პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ, წარმოვიდგინოთ როგორც რაც ენკოდირება და მერე დეკოდირება. რომ რაც ერთ ნაწილში ვამცირებთ spatial dimensions, მეორე ნაწილში უზრდით. და შეგვიძლია რომ რეალურად feature map-ები რაც გვექნება ენკოდირებისას. ეგ დავაკონკრეტოთ დეკოდირებისას არსებულებთან. და ნუ ერთი რაც აღმოჩინეს არის რომ ნუ უკეთესი შედეგი აქვს და უფრო ანუ ეს გარშემო alignment-ი უკეთესი არის ვიდრე მაგამდე იყო ხოლმე. და ნუ მეორე იდეურად ის არის რომ residual connection-ის მსგავსი პრინციპიც აქვს. და რომ ღრმა ნეირონულ ქსელში გჭირდება რომ gradient-მა backward-ში რაც არ განულდეს ან არ აფეთქდეს. და skip connection-ი მაგაში გვეხმარება. და ეხლა გადავიდეთ ამ ნაწილზე learnable upsampling-ი რაც არის. და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ. ამას ბევრი სახელი აქვს. აქ ხა მაგალითად დეკონვოლუცია წერია.
transposed convolution შევხვდებით ხოლმე ალბათ უფრო მეტად. და ნუ კიდე სხვადასხვა სახელი აქვს. Deconvolution არ არის კაი სახელი ჩემთვის, მაგრამ ეგრეს მაიხსენიებენ ხოლმე. ან up convolution იქვია ზოგჯერ კიდე. კაი, ეხლა ჯერ რაც გავხსენოთ ჩვეულებრივი კონვოლუცია როგორ მუშაობს. რომ რა 3-3 კონვოლუცია არის, სტრაიდი 1-ია, პადი 1 არის. კერნელი გვაქვს 3-3 ზომის. გადავატარებთ, გავამრავლებთ, შევკრიბავთ და ჩავწერთ რაც ამ ადგილას მიღებულ რიცხვს. გადავაჩოჩებთ 1-ით და იგივეს ვისწავთ. შესაბამისად, ნუ რაც input-ი და output-ი ზომა 4-4-ზე იქნება. დაიმთხვა ერთმანეთს. და ნუ stride-ი თუ 2 იქნება, შემცირდება, იმიტომ რომ 2-2-ით გადახდება შემდეგ იმეებს რა ქვია. ხო, კერნელი 2-2-ით გადახდება. ხა განვფლოთ deconvolution რა შოვა. Deconvolution ფაქტობრივად რაც საკეთებს არის რომ ანუ იგივენაირი პარამეტრები აქვს 3-3-ზე კერნელი გვაქვს, stride 2 გვაქვს სიტყვაზე და padding 1 გვაქვს. და იღებს input რიცხვს. ამას აკოპირებს უბრალოდ 3-3-ზე ზომაზე. ანუ ერთ და იგივე რიცხვი ეწერება რა. მაგათ მერე ამ კერნელზე ამრავლებს და წერს უბრალოდ მაგ რიცხვებს პირდაპირ რა. ნუ აქ padding-ი თუ გვაქვს, აქ ნულები დაიწერება ახლა თავისთავად მაგრამ. და როდესაც გვაქვს overlapping-ი, თორემ ამ შემთხვევაში მაგალითად აქ უკვე დაწერილია რაღაც რიცხვი. და ამან კიდე დააგენერირა თავისთავში რაღაც რიცხვი რა. აქ შემთხვევაში უბრალოდ აიჩამება ეგ overlap-ების ადგილები. და იდეაში რო დაფიქრდეთ, ეს არის აი კონვოლუციური ქსელის backward pass-ი როგორც კეთდება, ანუ იდეურად და თეორიულადაც იგივე არის, ანუ backward pass-ის ეკვივალენტური არის. გისმენთ? კერნელში რები გვიწერია ეგრე კოდი. კერნელში კონვოლუციაშიც და ნუ ამ transposed კონვოლუციაშიც გვაქვს learnable პარამეტრები რაღაც. რაც იცვლება მერე იმის მიხედვით losses მიხედვით და რაც backward propagation-ის მიხედვით. კარგი თვალო. ხო, ანუ აქ ის წერია რომ სახელები ბევრი სახელი შეგხვდებათ სამ. მაგრამ რასო აი იმაში რა ქვია. Torch-ი transpose convolution ქვია მაგალითად რა. და გადავიდეთ შემდეგ მოდელის არქიტექტურაზე, რაც უკვე რაც ემსგავსება იმას, რომ შეგვიძლია ეს encoder-decoder-ად განვიხილოთ რაღაც ეგეთი. და ნუ ხო აქ გვაქვს მთელი ერთი დიდი კონვოლუციური ქსელი, რაც ენკოდირებას უკეთებს მონაცემებს და ეგეთ მხარეს არის დეკონვოლუციური ქსელი. აი, აქამდე ხო არის გვაქვს რამე კითხვა სემანტიკურ სეგმენტაციაზე. ამაზე გადმოვიდეთ. გესმენთ? პატარა კერნელიდან დიდი როგორ მიიღება მაგას რომ ვხდი კარგად. აი 2-2-დან ხო 4-4-ზე გადავედით. ანუ ეს კერნელი არა, 2-2-ზე არის. 2-2 ფოტო. არა, ფოტო არის ხო ჩავთვალოთ. და 4-4-ზე ფოტო მივიღეთ. და ამას ვაკეთებთ ეგრე რომ აი ეს რიცხვი არის რაც 5-იანი წერია მაგალითად აქ ამ უჯრაში. წითელი რაცა. ამას გადავაკოპირებთ რაც 5-5-5 ან 3x3-ზე მატრიცა გვექნება, ასეც 5-იანები ეწერება სულ. და მაგას გავამრავლებთ მერე კერნელზე. და ჩავწერთ უბრალოდ ანუ გადმოვიტანთ ამ ქაღალდზე ასე რომ ვთქვათ რა.
აკრაცა. და მე გადავჩოჩდებით 2-ით და იგივეს ვაკეთებთ. და შემთხვევაში უბრალოდ იკრიბება იქ რიცხვები. გასაგებია თუ რამე გასაგებია. Okay. აი რამე სხვა? აი, მაშინ ანუ გადავიდეთ ინსტანს სეგმენტაციას. ამის მიზანი არის, რომ ეს რამდენიმე პერსონა თუ ყავს მაგალითად გავარჩიოთ ერთმანეთისგან და რაც დათვლადიც იქნება შემდგომ და ექსტრაქტირება შეგვეძლება. ნუ იდეაში object detection-ს დამატებული სეგმენტაციის ვარიანტი არის რა. თუ იდეურადაც და პრაქტიკაშიც ეგრე გამოდის მე. და ნუ აი ერთ-ერთი არქიტექტურის მაგალითი არის აქ რაც ჩანს ხა ეგ რა. პირველ რიგში ვაკეთებთ region proposal networks რის შედეგადაც უბრალოდ ობიექტების დეტექციას ვაკეთებთ. ეს bounding box-ებს ვიღებთ ასე რომ ვთქვათ. შემდგომ ეს bounding box-ებში არსებულ სურათებში ვაკეთებთ რომელი არის background-ი და რომელი foreground-ი მაგის დეტექციას. და მაგას რო გავაკეთებთ, შემდგომ უკვე ანუ რაც კონოლ სურათებში კატეგორიზაცია ხდება რა ამათი. ეს მაგალითად ცხენი არის ეს პერსონა. ამ paper-ამდე რაც ხო ხოლმე, ძველი paper-ია, მაგრამ მაგამდე რაც ხო ხოლმე იყო, რომ ცალკე მოდელი ქონდათ რაღაც აღებული ამ region proposal network-ისთვის და მე მაგაზე აკეთებდნენ. მაგრამ ნუ მაგის მინუსი ის იყო, რომ end-to-end trainable არ იყო. ამ შემთხვევაში end-to-end trainable არის და ეს შედეგი რომ მივიღეთ, შეგვიძლია უბრალოდ .backward-ი დავწეროთ და ყველა წანა დააპდეიტდეს მე. და ნუ აქ არის რა შედეგები, რაც მაგარი შედეგები არის ასე თუ ისე. ნუ აქ რაღაცები მიათვალა, მაგრამ ოკეია რა. ეს გამიათვალა ადამიანმა თქვენ. და ნუ ახლა გადავიდეთ ლოსები ლოსი რა არის, მეტრიკა რა არის ამ ტასკებისთვის. ნუ იმის გარდა რომ ლოს შეიძლება უბრალოდ binary cross entropy იყოს, and binary cross entropy უნდა იყოს, რაც imbalanced კლასებისთვის როგორც ვიყენებთ ხოლმე, რომ რაცა შეწონილი უნდა იყოს რა მაგათთვის, იმიტომ რომ დიდი ფოტო რო კონდეს და მაგალითად რაც საღლი სეგმენტაცია გინდოდეს მარტო ამ დიდ ფოტოზე ძალიან ბევრი წერტილი იქნება არაცაღლი და ცოტა იქნება ძაღლი და მაგის გამო რაც ის უნდა რა ტუნინგისავით უნდა რომ მაგას ყურადღება მიაქცია როცა binary cross entropy-ს იყენებ და ნუ მეორე უმეტესად არის ხოლმე რომ რაღაც შეწონილი არის სხვადასხვა ლოსები რომ მაგალითად binary cross entropy-ს დამატებული რაც dice ლოსი არიან რა მეგეთი ხარ არის dice ლოსი ნუ dice იდეაში მეტრიკაც არის და შეიძლება ჩავხვდებით ხოლმე რომ რაც 1 - dice იქნება უბრალოდ ლოსი მეტრიკაში ნუ რაც მაღალი კარგია და კულა კარგია და ცუდი ცოტა კულაა და ლოსში პირიქით გინდა ხოლმე ხო და რას აკეთებს იდეაში ეს არის იგივე რაც intersection over union-ი რო დათვალო ოღონდ აქ intersection-ს ვანიჭებთ უფრო დიდ უპირატესობას ეგ არის ერთადერთი რაც სხვაობა ამას შორის intersection over union-ი იდეურად რაც არის რომ
თანაკვეთს ავიღებთ ფოტოებს შორის და მე გაერთიანებას ავიღებთ ფოტოებს შორის და მაგას ერთმანეთზე გავხდით. გისმენ? Dissimilarity coefficient მეტრიკაა, ხო? ლოსი არის +1-ს რო გამოვაკლებ. კი. აი. და ნუ ხო ეს intersection over union-იც იდეაში მეტრიკა არის. მაგრამ ნუ აი ამის ლოსი არ ვინახავს, ანუ ლოსად უმეტესად ამას იყენებენ ხოლმე. და მეტრიკად ორივეა. ხო რა, ეგა. ნუ აქ რა მიკითხვა არ არის. რა ის კითხვები თუ არ არის ამ კოდზე შეგვიძლია გადავიდეთ. აქ Unity-ის მსგავსი არქიტექტურა მაქვს. Bounty Unity არის რა არის, მაგიტომ ეს ცოტა ისე გილახურად აუხსნე. გავიაზროთ. და ნუ კოდს არ გავუშვებ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან გაჭედოს მე. აი ნუ რა სინთეტიკური დატა შევქმნი უბრალოდ რომ წერებით და კუბიკებით რომ ამათი სეგმენტაცია მინდა სიტყვას და როგორ ქნა და სატრენინგო დატა შევქმნი. ზოგადად სატრენინგო დატის შექმნა ცოტა ესეთია. შრომატევადი არის, იმიტომ რომ თითოეულ პიქსელს ხელით არაფერადებ და რაც მოხაზობს სიტყვაზე და შიგნით ყველა გაფერადება ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც ისეთი საწოლებელი არის, რა ცოტა. მაგის შექმნა. ნუ არქიტექტურა Unity-ის არის ესეთი, რომ encoder ბლოკები გვაქვს, ანუ ჩვეულებრივი კონვოლუციური ქსელები. მე რაც bottleneck-ი გვაქვს, მანდაც ერთი უბრალოდ კონვოლუციური ქსელი არის, სადაც იდეაში spatial dimension-ი არ მცირდება და skip connection-ები გვაქვს მე decoder ბლოკებთან. Decoder ბლოკები არის ნუ ჩვეულებრივი transposed ბლოკები. მოდელი ეგეთია და რაც 0-1 უნდა დავაბრუნოთ უბრალოდ რა. ანუ სემანტიკური სეგმენტაცია არის. ნუ რა გვაქვს ხა? ლოსი გვაქვს binary cross entropy loss ვიყენებთ ერთი ეგ არის. და მეორე რაც ვიყენებთ არის dice loss-ი. ნუ აი აქ dice-ი დავთვალეთ, intersection-ი დავთვალეთ, union-ი დავთვალეთ და ერთს გამოვაკელით ეგ უბრალოდ. და ნუ აქ გვაქვს რა შეწანილი loss-ი რა იქნება მე. evaluation-ისთვის ვიყენებთ უბრალოდ intersection over unions, რაც იდეაში ჯაკარტის ინდექსიც ქვია. და ხანუ ეს იმპლემენტაციით ძალიან გავს dice loss-ის იმპლემენტაციას იდეაში, იმიტომ რომ იგივე რაც კეთდება აქ. ეს რაღაცა პროფესიონალი რამე თუ ხო, არა, ყველაფერი რიგს. ხო. და ნუ რა ტრენინგი, ჩვეულებრივ ტრენინგი ხდება რა. ეს ბევრჯერ გექნება თქვენს გაკეთებული ალბათ. დიდი არაფერი განსაკუთრებული არა. დავატრენინგე და რავი, რომ დავატრენინგე მარტივი დატა იყო და 5 ეპოქაში ყველაფერი კარგად ისწავლა. ახლა შედეგები. ახლა ერთი რავი, რა შეიძლება დავიმახსოვრთ აქედან ალბათ. როია კითხავთ. ხო. აქ რავი აი ესე კეთდება კონვოლუციური transposed ასე ვიყენებთ იმას, რომ გაზრდა რო გვინდა რა ბლოკის მაგას. შეგვიძლია სიტუაცია ეგეთი რამ ვქნათ ხოლმე, რომ ბლოკი გავუზარდოთ, ანუ ბლოკი special dimension-ი გავუზარდოთ
და მაგას მერე კონვოლუციური ქსელი დავურთოთ ისეთი, რომელიც განზომილებას არ შეამცირებს და იგივე სტატუებს. ამის საპირწონე არის ხოლმე ესეთი რამე რო ვქნათ რა, რომ self.4 cos interpo თუ არ არის ამაში. ანუ ეს forward უნდა იდეაში. self.4 ესეთი რამე რო გავაკეთოთ და ორი რომ ვისაც scale factor. ეს რასაც გააკეთებს არის რომ უბრალოდ ინტერპოლაციას გააკეთებს და უკვე ანუ ამ მის გარეშე იდეაში გვექნება გაზრდილი სურათი ორჯერ მაგალითად. და აი სიტყვაზე რაც 256-256-დან შემცირდა განზომილება 32-32. ეხლა რო გვინდა რომ დავაბრუნოთ, მაგის შეგვიძლია ინტერპოლაცია გავაკეთოთ. გაიზრდება 64-64-ზე, შემდგომ კონვოლუციური ქსელი გქონდეს, რომელიც არ შეცვლის განზომილებას, უბრალოდ დაისწავლის ამ ყველაფერს. მერე კიდე ინტერპოლაცია გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ნუ ეს არის რაც მეორე გზა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა გვინდა რომ დეკოდერის იმპლემენტაცია როცა გვინდა და სურათის გაზრდა. ხო, რა მიკითხვა არის გქონდა ამაზე? მე მქონა ერთი კითხვა, ოღონდ ცოტა ანუ არ ეხება ამ თემას რა. ანუ ეს ინტერპოლაცია და პროსტა კონვოლუცია სრულშრობით ეგ ხო იმას ფიქსავს, რა ქვია, ჩეკერბორდ არტიფაქტებს. და ანუ ეგ რეალურად შედეგს აუმჯობესებს თუ უბრალოდ ადამიანისთვის აღქმადი რო იყოს, მაგას ფიქსავს. იმიტომ რომ ჩეკერბორდ ეფექტი ახლა კომპიუტერისთვის დანახვადი არ არის რა. ანუ ეგ არის ადამიანის თვალისთვის დანახვადი რაღაცა არტიფაქტისავთ. ნუ აი, რავი, ადამიანისთვის თუ ფიქსავს ეგ ხო იდეაში ნიშნავს რომ ფიქსავს. საბოლოო მიზანი ხო ეგ გვაქვს რომ იდეაში ადამიანისთვის იყოს დაფიქსებული და მეტრიკა არ ვიცი რა ვეხა. ჩეკერბორდ ეფექტზე რო ლაპარაკობთ, ესე იგი საქმე გვაქვს გენერაციული მოდელთან. გენერაციული მოდელის ევალუაცია კიდე ძალიან რთულად ხდება ხოლმე რა. ძალიან რთული ამბავია და მაგათ შორის შეიძლება არ იყოს მაგალითად სხვაობა რა. რამე სხვა კითხვა არა. მე მეტი აღარ მაქვს ასე სათქმელი აღარ. კარგი, მას შეგვიძლია დავშალოთ და მე მას ვიზამეცა. რავი, სხვა კითხვა არ გვაქვს ისეთი რომ. რიგაზე გვაინტერესებს მე და ანტონს ერთი რამე. მოიცა არ შემწყვეტია მგონი.